ძველი საიდუმლო. ჩემო შვილებო 20 წელია ამ დღეს ველოდები. იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. გმადლობ უფალო. შენ მომეცი საშუალება ციხიდან გამოვსულიყავი და ჩემი შვილები მენახა. გთხოვ დამეხმარე ჩემ შვილებს დავაჯერო. რომ უდანაშაულო ვარ. შვილო, კეთილი იყოს შენი მოსვლა. გმადლობ, მოდი. დედა, როგორც ჩანს, დროს უქმად არ კარგა. რა სასიამოვნო სურნელია. სეჰერმა ყველაფერი იცის. მაინც ვერ გავიგე. აიშეს სახელის ხსენებაზე ჭკუას რატომ კარგავენ? ის ქალი მთელი არსებით უნდა ზულდეთ. დიდი შეცდომა დავუშვი თქვენ რომ გენდეთ. ამ პრობლემას თვითონ მოვაგვარებ. სეჰერს დაურეკე, საღამოს მოვიდეს. დედა, სეჰერი ამ საღამოს ვერ მოვა. რას ნიშნავს ვერ მოვა? გადაუდებელი საქმე რომ ჰქონდეს, მაინც უნდა მოვიდეს. ანგარიში როგორ გადავიხადო? რომ ვერ გადავიხადო დემეთი არასდროს მაპატეებს. ძალიან გემრიელი კერძებია, არა? გემრიელია. გემრიელად მიირთვით. კიდევ რამეს ხომ არინებებთ? არა, გმადლობთ. მე დესერტის შეკვეთას ვაპირებდი. ნაღების და ლეღვის დესერტი თუ გაქვთ? გვაქვს ქალბატონო. თუ შეიძლება მომიტანეთ. არი ნერვიულო ქალბატონო ესმა. რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ მელდას გადაწყვეტილება ვერ შევაცვლევინეთ, სიმართლის დანახვაში მაინც დავეხმარეთ. როცა ოთახიდან გაბრაზებული გავიდა, მეგონა განქორწინებაზე უარს იტყოდა, მაგრამ საპირფარეშოში შევიდა და ჩაიგედა. მითხრა, რომ საუბარი არ სურდა. რეალობისთვის თვალის გასწორება მისთვის მარტივი არ იქნებოდა. ბუნებრივია, რომ ასე იქცევა. დრო სჭირდება. მარტო დავტოვოთ. გისმენთ ბატონო ბურაკ. სასამართლოს შენობაში გელოდებით ბატონო ომერ. როდის მოხვალთ? ახლავე წამოვალთ. სასამართლოს შენობის წინ შევხვდეთ. გადაწყვეტილების შეცვლისთვის გვიანი ხომ არ არის? ძალო. ენა გადაყლაპე? რას ნიშნავს სეჰერი ვერ მოვა? დედა. ამ საღამოს ესმას და ჩეთინს ეტყვიან, რომ ჩინარი მათი დედაა. ესმა და ჩეთინი თითებს ჩაიკვნეტენ. დედა, რა მოხდა? რაზე ფიქრობ? რა მოხდება თუ ყველაფერი ცუდად წავა? სწორედ მაშინ, როცა ვფიქრობ, რომ ესმას და ჩეთინს დავუახლოვდები, იქნებ სიმართლის გაგებით უფრო დამშორდნენ. დედა, სასოწარკვეთას ნუ მიეცემი. მათი გულის მოგება არც ის ერთულია, როგორც შენ გგონია. თუ აკოცებ და გულში ჩაიგრა, ყველა წყენას დაივიწყებენ. ღმერთ მაგნას შვილო. ღმერთ მაგნას. მოდი საქმეს მივხედოთ. სად უნდა შეხვდნენ? არ ვიცი. ან სეჰერის სახლში, ან ჩინარი რომ მუშაობს იმ კაფეში. სად მინდიხარ დედა? შენი აზრით? ჩინარი ჩვენი ცხოვრებიდან სამუდამოდ უნდა გავაქრო. შენც წამოდი.
მელდამ ადვოკატი გამოგზავნა. თვითონ არ მოვა. ასე დარწმუნებული ნუ იქნებით, ბატონო ბურაკ. ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. ბურაკ, მელდა? მაპატიე ბურაკ. მართალი იყავი. თუ განქორწინება ისევ გენდომება გაგიგებ. მაგრამ თუ არ გამშორდები, გპირდები, რომ ჩემს ყველა შეცდომას გამოვასწორებ. გპირდები ბურაკ. რატომ არ ჭამ? არ მოგწონს? დესერტი ზედმეტია. უკვე დავნაყრდე. როგორც გინდა. მაგრამ მე ცხოვრებაში ასეთი გემრიელი არაფერი მიჭამია. დიდ სიამოვნებას იკლებ. შეგერგოს. ინებეთ ბატონო. ჩეთინ, რატომ ჩქარობ? ყავა დაგველია და მერე წავსულიყავით. სირფასო ხომ გითხარი დეი და აიშესთან უნდა წავიდე მეთქი. კარგი. სად მიდიხარ? საპირფარეშოში გავალ და დაუბრუნდები. სერ, შენ შეამოწმე. რამე ხომ არ აკლია? არა დედა, ყველაფერი რიგზეა. შუაში ყვავილები რომ დაგვედო, უფრო ლამაზი არ იქნებოდა? ჩვენი ყვავილები მალე მოვლენ დედა. დაველოდოთ. ძალიან ღელავ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მათი დანახვისას გული გამისკდება. მსგავსი არაფერი მოხდება. ყველაფერი კარგად იქნება. არი ნერვიულო. მადლობა ღმერთ, შენაირი შვილი რომ მაჩუქა. იმედია უფალი მომცემს შესაძლებლობას ჩეთინს და ესმასაც ასე ჩავეხუტო. იმედია. ახლა რა ვქნა? აგარიში როგორ გადავიხადო? ყოჩახ ჩეთინ. ახლა ვნახოთ შეძლებ თუ არა ამ პრობლემისგან თავის დაღწევას. მე და თურგუთმა რა არ ვუთხარით, მაგრამ ის მაინც არ ნებდებოდა დედა. ცოლ-ქმარს რა გაგიჭირდათ ასეთი, რომ ჩინარი თავიდან ვერ მოიშორეთ. რომ გენახა ჩინარი როგორ იქცეოდა, ამას არ იტყოდი. ამ ქვეყნად ჯერ არ დაბადებულო ადამიანი, ვინც წინააღმდეგობას გამიწევს. ვერც ჩინარი და ვერც ასიმისნაირი გაიძვერა, ბოლოს ვერ მომიღებს. მალე გაიგებს ვინ არის დედა ასიე. ორასი ლირა მაკლდება. ახლა რა ვქნა? როგორ გადავიხადო? ჩეთინ? ოკან? აქ რა საკეთებ? შენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა, როგორ ხარ? კარგად. აბა, მითხარი რა ხდება? წადით და დაგეწევით. რა ხდება? მკითხავ ძმაო. შეყვარებულთან ერთად სასადილოდ მოვედი. 200 ლირა მაკლდება. მას ესხედა მერე დაგიბრუნებ, კარგი? კარგი რა ძმაო, მეგონა რაღაც უბედურება მოხდა. გამომართვი. აიღე. მადლობ ძმაო. რომ იცოდე რამ ხელას იკეთე გამიკეთე. არაფერს. სხვა დროს რომ შევხვდებით ყავაზე დამპატიჟე. აბა კარგად, კარგად.
სად ხარ ჩეთინ? აქ მარტო დამტოვე. მოვედი საყვარელო, მოვედი. ჩაის არ დატოვებ? წავიდეთ, თორემ დამაგვიანდება. კარგი, კარგი. ჩეთინ, აქ სხვა დროსაც მოვიდეთ. სასიამოვნო გარემოა. კარგი, მოვიდეთ. საკმარისია. მოდი დაჯექი, რაღაც უნდა გაჩვენო. მართლა? რა უნდა მაჩვენო? ცოტა მოითმინე. მალე ამ ფოტოში ჩვენთან ერთად იქნები. ვერავინ დაგვაშორებს. ისეთი მარტივი აღარ იქნება, როგორც 20 წლის წინ. გთხოვ, ნოტირი. შეიძლება ეს ფოტო დავიდოვო. არ მინდა ეს დრო დამავიწყდეს. რა თქმა უნდა, დაიტოვე. თუ გინდა სხვა ფოტოებსაც მოგცემ. სად ხარ აქამდე? ხომ მოვედი. ბანკში უნდა წავიდე. გადასახადები გადავიხადო. სახე გაასწორე და კლიენტებს მოემსახურე. ნუ გავიწყდება რომ აქ მუშაობ. მიდი, შეკვეთა აიღე. კარგი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გმადლობ. ის ქალი სად არის? ვინ? ვერ მივხვდი. ჩინ. აიშეს ვეძებ. სად არის? დეიდა აიშე? დღეს ისვენებს. აქ არ არის. კარგი. არ მაინტერესებს. მაინც ვიპოვე. რა ხდება? დეიდა აიშეს რატომ ეძებთ? თქვენ აქამდე ყოფილ ხართ ხომ ასია? ზუჰალ. უკაცრავად შეგიძლიათ ანგარიში მომიტანოთ? დიახ, ახლავე. იმ ქალის სახლში მივდივართ. დეიდა აიშეს რომ ეძახია. კარგი. ზუჰალ. იმ ქალის სახლი მიგვასწავლე. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. გმადლობთ. ბატონი თარიქი მოვიდა? მოვიდა. ვისაუბრეთ. პრობლემა ხომ არ ყოფილა? არა. სიტუაცია ავუხსენი. ყველაფერზე თანახმაა. საბუთებზე ხელი მოვაწერინე. შენს კაბინეტში უნდა შემეტანა. გამომართვი. გმადლობ. ძალიან შეგაწუხე. რას ამბობ? ეს სიამოვნებით გავაკეთე. გისმენთ? სერიოზულად? ძალიან მიხარია. სტიპენდია ვინ დააფინანსა? ვინ? გასაგებია. გმადლობთ. უნივერსიტეტში მოვალ და ვილაპარაკოთ. რა მოხდა? გონი კარგი ამბავი შეიტყვე. დიახ.
უნივერსიტეტიდან დამირეკეს. მითხრეს, რომ სტიპენდია დამიფინანსეს. მართლა? ძალიან მიხარია. წარმატებას გისურვებ. ესე იგი, მალე ლონდონში წახვალ, არა? დიახ. როგორც იქნა ოცნება ამიხდება. გილოცავ, ძალიან გამიხარდა. წარმატებებს გისურვებ. გმადლობ. სტიპენდია მინდა აფინანსა. ეს არ უთქვამს? როგორც ჩანს, გამოჩენა არ სურს. სტიპენდია იმ პირობით დააფინანსა, რომ მისი ვინაობა საიდუმლოდ დარჩება. თავარია დაფინანსდა, რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის? მართო ჩემო, დამავიწყდა. ჩემს და-ძმასთან ერთად ვახშამზე ვარ დაპატიჟებული. თუნებას მომცემთ დღეს ცოტა ადრე წავალ. რა პრობლემაა? საქმე არ გვაქვს. ჩვენც მალე წავალთ. გმადლობთ. ნახვამდის. ესეც ასე. ამიერიდან ხელს ვეღარ შემიშლის. როგორც იქნა თავიდან მოგიშორებესმა. ძმაო, სათხარ ესმა, შენს ლოდინში ხედვი კეცი. იცი რომელი საათია? ოფისიდან ახლახან გამოვედი, წავიდეთ. მისამართი იცი? ვიცი, სეჰერმა მომცა. კარგი, წავიდეთ. ეიდა აიშა სოფრას უკვე გაშლიდა. ვესტუმროთ და კარგად მოვილხინოთ. ბატონო ჩეთენ, გთხოვთ მიბრძანდით. გთხოვთ ბატონო ჩეთენ. დაიღუპები ზუხალ. დედა ასია ჩინარს თუ დაელაპარაკება ქუდრეთის შესახებ ყველაფერს გაიგებს. მერე კი არ მოცოცხლებს. ამას თავი რომ დავანებოთ ქუდრეთი, ქუდრეთს დავკარგავ. ოცი წელი ასე გავძელი სეჰერ. ყოველ ღამე თქვენს ნივთებს ვიღებდი ჩემოდნიდან. სათითაოდ ვიკრავდი გულში და ვლაცულობდი. ღმერთს ვევედრებოდი, რომ ერთხელ მაინც დამენახა თქვენი სახე. ეს იყო ჩემი ერთადერთი ნუგეში. თქვენი სახე და სურნელი რომ არ დამვიწყებოდა. ამ სათამაშოებთან ერთად ვიძინებდი და დილით თქვენი სახელის ხსენებით ვიღვიძებდი. როგორც იქნა, უფალმა ჩემი ლოცვა შეისმინა. ღვთისნებით ამ საღამოს ჩემ შვილებს გულში ჩავიკრავ. თავი სიზმარში მგონია. არ მჯერა. ამის შემდეგ რომც მოვკვდე, არ ვიდარდებ. არა დედა, იცოცხლებ. შენი შვილების გვერდით იქნები. გაიგონებ როგორ დაგიძახებენ დედას. ამიერიდან ერთჯერ ქვეშ ვიცხოვრებთ. ერთ სუფრას მივუსხდებით. ერთ ჰაერს ჩავისუნთქავთ. ერთმანეთის ბედნიერებით დავტკბებით.
ამაღამ შენი მონეტრება დასრულდება, დედა. შეიძლება ესმას და ჩეთინს თავიდან ძალიან გაუკვირდეთ. დრო დასჭირდებათ, რომ მიგიღონ, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ადრე თუ გვიან გაპატიებენ და დაიჯერებენ, რომ უდანაშაულო ხარ. ესმა და ჩეთინი მალე აქ იქნებიან, იმედს ნუ დაკარგავ. არ მგონია ცუდად შეხვდნენ ამ ამბავს. ესმა, დარწმუნებული ხარ, რომ სწორი მისამართი გაქვს. რამდენი ხანია ერთ დროზე დავდივართ. შეხედე ძმაო აქ წერია იჰლამურის ქუჩა, ღმერთო. ეს ქუჩაა. ხომ გითხარი მივაგნებ მეთქი? ახლა ტრაბახით ნუ ამიკლებ. მოდი ვიჩქაროთ, თორემ სეჰერის შავ დღეს დაგვაყრის. სად არის ის სახლი? ჯერ არ მივსულ ვართ? ქალბატონო ასია, აქვე ახლოსაა, მალე მივალთ. სიჩქარეს მოუმატე. შეიძლება დავაგვიანოთ. სუფრის დანახვაზე ესმას და ჩეთინს გაოცების განყვა ჩამოუვარდებათ. აქ ყველაფერია, რაც მათ უყვართ. იმედია უფალი მოგცემს შესაძლებლობა სამსაღამო მშვიდად ჩაიაროს. იქნებ სახლს ვერ მოაგნეს. არ მგონია, ასე რომ ყოფილიყო დამირეკავდნენ. აი, მოვიდნენ. დამშვიდდი. ერთად შევეგებოთ. ბებია. აქ რა საკეთებ? სეჰერ. მანქანაში დამელოდე. ბებია გთხოვ. ჯერ მოусმინე. მანქანაში დამელოდე მეთქი. სეჰერ. წავიდე ჩვილო. თითქოს არ კმარა რასიმ სიცოცხლე რომ წაართვი. ახლა ჩემ შვილიშვილებს გაუწოდეს ეს ხლიანი ხელები. გამიშვი, სეჰერ. თავი დამანებე ბებია. დედა ჩემს ნუ ადანაშაულებ. მამა ჩემი არ მოუკლავს. გაჩუმდი სეჰერ. ისეთ რამეზე ნუ ლაპარაკობ, რაზეც არაფერი იცი. მართალი ხარ. არაფერი ვიცი. მთელი ამ წლების განმავლობაში არც ის ვიცოდი, რომ დედა ჩემი ცოცხალი იყო. თქვენ მოგვატყუეთ. გითხარით, რომ დედა ჩვენი მოკვდა. დაგვაჯერეთ, რომ მან მამა ჩვენი მოკლა. რაც გითხარი სიმართლეა. ეს თქვენ სასიკეთოდ გავაკეთე. რისხომ დაგაბრმავა ბებია, მაგრამ ასე აღარ გაგრძელდება. მორჩა. მალე ჩემი და-ძმა მოვა და ყველაფერს გაიგებენ. საინტერესოა რას იფიქრებენ შენზე, როცა გაიგებენ, რომ დედა, რომელიც 20 წელია გარდაცვლილი ჰქონიათ, ცოცხალია. გაჩუმდი სეჰერ. მთელი ეს წლები ჩუმად ვიყავი ბებია. ჩემი და-ძმაც ჩუმად იყვნენ. ამიერიდან აღარ გავჩუმდებით. სიმართლეს ვიტყვით. ვერ ხვდები დეიდა აიშესთან ვახშმობა ვისი იდეა იყო. გაგინადაო, გემრიელად ვივახშმებთ, შვიდ გარემოში. დეიდა აიშე ძალიან მიყვარს. ქალმა ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა. სხვა რა უნდა ქნას? მასთან აქამდეც უნდა მივსულიყავით. სად არის ეს სახლი? ესმა, არ მითხრა რომ დავიკარგეთ. უკაცრავად, კითხვა მაქვს. ეს იჰლამურის ქუჩაა? იჰლამურის ქუჩა ცოტა მოშორებითაა. გმადლობთ. ეს ნიშნავს, რომ არ დავკარგულ ვართ, ძმაო. წამოდი ვიჩქაროთ. შენც დედა ხარ ბებია. მთელი ეს წლები დედას ვნატრობდით. მან სასჯელი უკვე მოიხადა. თავი დაანებე. შვილებთან ურთიერთობის უფლება მიეცი. ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, მისი უდანაშაულობა დავიჯეროთ თუ არა. შეუძლებელია ეს გველი უდანაშაულო იყოს. არ ჩაერიო სეჰერ, წამოდი. გოგოს როლ ჭუაზე აღარაა.
სეჰერის მოშხამვა უკვე დაიწყე? ამას ნუ ამბობ დედა. დედას ნუ მეძახი. ჩემი ბრალია. თავიდანვე უნდა მიმეღო ზომები. საკმარისია. რასიმი მე არ მომიკლავს. ღმერთია მოწმე რომ ჩემი ქმარი არ მომიკლავს. 20 წლის განმავლობაში იმ დანაშაულისთვის ვისჯებოდი, რომელიც არ ჩამიდენია. აქამდე შვილების მონატრებამ გამაძლებინა. საკმარისია დედა, საკმარისია. შვილების მონატრებამ გაგაძლებინა, არა? მე გული მომიკვდა. შენ მომიგალი. ჩემს რასიმს სიცოცხლე წაართვი. შენი ბრალია რომ მას ვეღარასდროს ვნახავ. ჩემი სიცოცხლე ჩემ შვილთან ერთად წაიღე. ახლა კი რადგან შენი შვილები მოგენატრა? იმედი გაქვს რომ ისევ მათთან ერთად იცხოვრებ? გამიშვი. სეჰერ. ამით გაახარებ ჩემ შვილიშვილებს. ეტყვი რომ ეს კერძები მათი მამის სისხლში გასრული ხელებით მოამზადე? დედა ჩემი მკვლელი არ არის ბებია. ღმერთს ნუ ვწოდავ. ღმერთს ნუ ვწოდავ? ეს ყველაფერი ამაოა. გგონია მუცელს ამოივსებენ და ყველაფერს დაივიწყებენ? გეყოფა დედა? მეყოფა არა? ბავშვებს ვახშამს მოუმზადებ და ის ტკივილი გაქრება? მათ გულებს ჭიქა აირანით გააგრილებ? ბებია, მე მჯერა რომ დედა უდანაშაულოა. გთხოვ გაჩერდი. არ გავჩერდები სეჰერ. არ გავჩერდები. არ გავჩერდები მეთქი. აი ეს დაგმართე. როგორც ეს სუფრა განადგურდა, ისე გაანადგურა ჩვენი ოჯახი. რასიმს სიცოცხლე წაართვი და ცხოვრება ჯოჯოხეთად გვიქციე. თვალს ნუ მარიდებ. არ დავუშვებ, გესმის? არ დავუშვებ. რომ ჩემს შვილიშვილებს მიუახლოვდე. ძმაო, როგორ დაგვავიწყდა? რა მოხდა? რა დაგავიწყდა? დეიდა აიშესთან პირველად მივდივართ. ხელცარელი ხომ არ მივალთ. რამე ტკბილი გვეყიდა. კარგი, მაგრამ ხელფასი ჯერ არ ამიღია. ფული მე მაქვს. ქვემოთ ერთი საკონდიტროა. რამე ვიყიდოთ და ისევ ვესტუმროთ. კარგი, წავიდეთ. ძალა აღარ მაქვს დედა. მოთმინების ფიალა ამევსო. რაც არ უნდა თქვა, ამ მონატრებას დავასრულებ. ჩემს შვილებს სიმართლეს ვეტყვი. გგონია დაგიჯერებენ? ხელებს გაშლი და ეტყვი, დედასთან მოდითო და ისინიც გამოიქცევიან და ჩაგეხუტებიან? ჩემს სეჰერს ჯერა რომ უდანაშაულო ვარ. რა თქმა უნდა ისინიც დაიჯერებენ. ბებია, გთხოვ შეწყვიტე ჩვენი წამება. დედა ჩემი უდანაშაულოა. ამ ქალს დედას ნუ ეძახი. ეს ქალი დედა ჩემია. რამდენჯერაც ამ ქალს დედას დაუძახებ. იმდენჯერ გაიხსენე მამა შენი შენ გვერდით რატომ არ არის. სეჰერ. გაგფრთხილებ. ამ ქალისგან თავი შორს დაიჭირა. ამ ქალმა მამა შენს სიცოცხლე წაართვა. ეს ამ ქალმა ჩაიდინა. ხელს ნუ აფარებ. ახლავე წადი აქედან. ძმაო, იმედია დეიდა აიშეს პახლავა უყვარს. რატომ არ უნდა უყვარდეს? თანაც თუ სხვა არავინ შეჭამს, მე შევჭამ. ასე რომ არ ინერვიულო. ყვილად არ გეყიდია. იცოდი არ გადაირიო და ყველაფერი მარტო არ შეჭამო. დამშვიდი არ შეგარცხვენ. არავითარი პრობლემა არ იქნება. დეიდა აიშე მაშინ არის ბედნიერი, როცა ჩვენ ვჭამთ. ქალი დედასავით გვექცევა. იცი რას გეტყვი? გონი ბიცოლა იტყუება. დეიდა აიშე მისი ნათესავი არ არის. ეგ საიდან მოიტანე? იქიდან რომ ბიცოლას ნათესავებში შეუძლებელია ისეთი სუფთა გულის მქონე ადამიანი იყოს, როგორიც დეიდა აიშეა. იცინე, ჩემს ნათესავებს კარგად ვიცნობ. წამოდი ძმაო, ვაგვიანებთ. მივდივართ. არსად არ წამოვალ. სეჰერ. შეიგნებებია. დედას არასდროს მივატოვებ. ბავშვივით ძალით ვერ წამიყვან.
სეჰერ ჩემს ქალიშვილს აღარ შეეხო. ჩემზე გაცოფებული ბრას მასზე ნუ ანთხევ. სეჰერს ვის განიცავ? პატარა რომ იყო, მაშინ სად იყავი? სად იყავი, როცა ღამით ეშინოდა და თავშესაფარს ეძებდა? ზუჰალ სეჰერი წაიყვანე და აქედან წადი. სეჰერ წამოდი შვილო, წავიდეთ. არა ბიცოლა, გამიშვი. მისმინე სეჰერ. ახლა თუ არ წამომყვები, სიტუაცია უარესად დაიძაბება. წადი შვილო. ღვთის გულისათვის წადი. მე კარგად ვარ. წამოდი სეჰერ. ბოლოჯერ გაფრთხილებ. ჩემ შვილიშვილებს ახლოს აღარ გაეკარო. თორემ არ დაგინდობ. იმას გავაკეთებ. რაც 20 წლის წინ უნდა გამეკეთებინა. ჩემი ხელით მოგკლავ. წავიდეთ. დეიდა აიშე. დაიკო. სად არიან? იქნებ შეცდომით მოვედით. არა, ეს სახლია. ზარი კიდევ ერთხელ დარეკე. დეიდა აიშე. სად უნდა წასულიყვნენ? იქნებ რა მოხდა? რა უნდა მომხდარიყო? არ ვიცი დაო, სეჰერს დაურეკე. მიდი. დეიდა აიშე. დაიკო. მაპატიეთ. მაპატიეთ, კარს ვერ გაგიღებთ და შინ ვერ შემოგიპატიჟებთ. ამის უფლებას არ მაძლევენ ესმა. არ უნდათ რომ თქვენთან ახლოს ვიყო. მერტო ჩემო, ამ სახლში არავინაა. მე უკვე ვიცი დაო, სეჰერს დაურეკე და გავიგოთ რა მოხდა.
გისმენ ესმა? დაო, სათხართ? მოვედით, კართან ვიცდით. დეიდა ისე საქმე გამოუჩნდა. ვახშამი გადაიდო. რცხვენოდეს დაო. აქამდე არ უნდა გეთქვა? რამდენი ხანია ვიცდით? ახლა ხან ვაპირებდი შენთან დარეკვას, მაპატია. ტელეფონი მომეცი. ალო, ესმა. ბებია. მალათიაში არ წასულ ხარ? მაგას მნიშვნელობა არ აქვს. სერიოზულ საკითხზე უნდა დაგელაპარაკოთ. შენი ძმა წამოიყვანე და სასწრაფოდ სახლში მოდით. გელოდებით. რა ხდება, დედა? ბავშვებს რაზე უნდა ესაუბრო? რადგან გინდა რომ შენმა და ძმამ სიმართლე გაიგოს. ყველაფერს ჩემგან მოისმენენ. როგორ ფიქრობ? კვლელ დედას საპატიებენ? რა მოხდა? ბები არ წასულა? არ წასულა. სახლში გვებარებს. სალაპარაკო მაქვსო. მეტავ რა მოხდა? არ ვიცი. კარგი, წავიდეთ. ბებიას ნუ ვალოდინებთ. ჩემო შვილებო. თქვენთან შეხვედრა ისევ ოცნებად მეკცა. როცა ასე ახლოს იყავით, ხელს გამოგიწვდიდით. გულში ჩაგიხუტებდით, მაგრამ ვერ შევძელი. ღმერთს არ განვრჩი. ალბათ ასე იყო საჭირო. დედა, ხელზე გაკოცებ. ფიდან. საჭმელი მოამზადე და სუფრა გაშალე. ჩეთინი და ესმა რომ მოვლენ შემატყობინე. ჩემს ოთახში ვიქნები. კარგი, დედა, ასია. რა მოხდა? შენი აზრით, თურგუთ, სეჰერის სიჯუტის გამო სიტუაცია უარესად დაიძაბა. რა უნდა მექნა? ბებიასთვის თავი დამეხარა, როცა ვიცი რომ დედა უდანაშაულოა, არ ფიქრობ შენს აქციელს რა მოყვება სეჰერ. თავი უნდა მოგეთოკა, როცა ბებიამ გითხრა მანქანაში დამელოდეო, უნდა დაგეჯერებინა. რა უნდა მოხდეს? შეგიძლიათ ამიხსნათ? რა უნდა მოხდეს, თურგუთ? დედა ასია ჩეთინს და ესმას ჩინარის შესახებ მოუყვება. რაც მოსახდენია მოხდეს. მე აღარ გავჩუმდები. რა ხდება? სუფრა ჯერ არ გაშლილა? გელივით მშია. ჩემო რასიმ. ჩემი ოჯახის ბურჯო. ვინ წამართვა შენი თავი? რომელმა უსინდისომ ჩააქრო ჩვენი გერა. ამ ფოტოს რომ ლაპარაკი შეეძლოს. ნეტავ გამოხვიდე და თქვა რომ შენი ცოლი უდანაშაულოა. დედა ასია დაარწმუნა რომ მე არ მომიკლი ხარ. ნეტავ ასე მოხდეს და რომ მოვკვდე ამაზეც არ ვიდარდებ. არ დავთმობ შვილო. შენს ღირსებას არ შევლახავ. შენ შვილებს იმ გველს ახლოს არ გავაკარებ. არ იდარდო. მე ჯერ არ მომკვდარ ვარ.
და შენს ღირსებას ბოლო ამოსუნთქვამდე დავიცა. მოვიდნენ დედა ასია. კარგი შვილო, მოვდივარ. რა მოხდა? ბებიამ წასვლა რატომ გადაიფიქრა? ხომ არაფერი შეემთხვა. რადგან ბებია უკან დაბრუნდა, ნამდვილად რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა. რა გჭირთ არაფერს იტყვით? პიდან მოგვემსახურე შვილო. ბებია რატომ დაბრუნდი? მოხდა რამე? არის რაღაც მნიშვნელოვანი, რაც უნდა იცოდეთ. ღმერთო გევედრები. ჩეთინმა და ესმამაც დაიჯერონ, რომ უდანაშაულო ვარ. უნდა იცოდნენ, რომ მათი მამა არ მომიკლავს. ეს ტანჯვა უნდა დასრულდეს. გევედრები დაეხმარეთ ჩემს შვილებს, სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. მათგან შორს ყოფნას ნუ არ გამომაცდევინებ. თქვენ იცით, როგორ მიყვარხართ. ერთ მშვენიერ დღეს ყველას გეყოლებათ შვილები და შვილიშვილები. მერე უკეთ გამიგებთ. ღვთისწყალობით შვილთა შვილებსაც მოესწრები ბებია. შენ ჩვენი ერთადერთი და განუმეორებელი ბებია ხარ. ჩემო ძვირფასო ქუდრეთ. გთხოვ გული ნუ გეტკინება. ჩემთვის ყველა ძვირფასები ხართ. ჩემი ცხოვრების ნაწილი. მაგრამ ისი არ ვდარდობ შენზე როგორც შენს ბიძაშვილებზე. მადლობა ღმერთს, რომ მშობლები გყავს. ისინი დაგეხმარებიან. მაგრამ თქვენ დღემდე მშობლების გარეშე მოხვედით. კარგად იცით, რომ ჩემი რასიმისგან მხოლოდ თქვენ დამრჩით. შვილის სიცოცხლეს ვერ დავიფიცებ, მაგრამ ვფიცავ, რომ ჩემი საკუთარი სიცოცხლის ფასად დაგიცავთ. თუ ვინმე რამეს დაგიშავებთ, ყველას პასუხს ვაგებინებ. სანამ ცოცხალი ვარ და პირში სული მიდგას, არავის მივცემ უფლებას ტკივილი მოგაყენოთ. მაგრამ დრო ძალიან სასტიკია. უფალი მალე თავისთან წამიყვანს. ღმერთმა დაგიფაროს ბებია. ამას რატომ ამბობ? ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს. თქვენ მშობლების გარეშე გაიზარდეთ. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ უდედმამობა არ გეგრძნოთ. მაგრამ ვიცი, რომ მობლობამ თავისი დაღი დაგასვათ. ღმერთმა დაგლოცოს ბებია. შენი მხელა ამაგი გაქვს ჩვენზე. შენ სიკეთეს ვერასდროს გადავიხდით. გმადლობ შვილო. მაგრამ დედას და მამას მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შვილის ცხოვრებაში. რაც არ უნდა გააკეთო ამ დანაკლისს ვერ შეავსებ. ღმერთო გევედრები აღარ დამაშორო ჩემს შვილებს. მომეცი უფლება მათი სურნელი ჩავისუნთქო. ნუ მაიძულებ თავი მოგონებებით ვინ უგეშო. და ეჩემმა შვილებმა გაიგონ მათი მონატრებით, რამდენ რამეს გავუძელი. უნდა დაიჯერონ, რომ უდანაშაულო ვარ. არავითარ შემთხვევაში ბებია. ქალს, რომელიც შვილებს ობლებს დატოვებს, დედას ვერ უწოდებ. ის მკვლელია ბებია, მკვლელი.
მადლობა ღმერთს, რაც დაიმსახურა ის მიიღო. ციხეში მოკვდა. ძველ ამბავს რატომ ვიხსენებთ? ამას იმიტომ ამბობთ, რომ მიცვალებულზე ლაპარაკი მარტივია. რა მოხდება თუ ის ქალი მოულოდნელად გამოჩნდება? თქვენს წინაშე დადგება და პატიებას გთხოვთ. შეიძლება გული მოგილბეთ და წარსულის შეცდომები აპატიოთ. მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალი აღარ არის. თორემ იმ ქალს სიცოცხლეს ჩემი ხელით წავართმევდი. იმ ბოროტ არსებას არ ვაცოცხლებდი. მე რჩევნია მოუკვდე, ვიდრე მამა ჩემის მკვლელს ვაპატიო. იმ ქალმა მხოლოდ ერთი სიკეთე გააკეთა. ამ ქვეყნიდან თავისით წავიდა. კარგია, რომ ასე მოხდა. კარგით, ბავშვებო. გუნებას უმიზეზოდ ნუ გაიფუჭებთ. საჭმელი მიირთვით. გაცივდება. სიმართლის თქმას აპირებდი არა? აი რას გაიგონებდი, რომ არ გამეჩერებინე. თუ გინდა ახლა ვეუთხარი. ამჯერად არ გაგაჩერებ. დაო, მე დაველაპარაკები. სამწუხაროა, რომ დედა ასეთ მგრძნობიარე თემას შეეხო. სეჰერ, ვიცი რაც ჩაიფიქრებებია. მაგრამ არაფერი გამოგივა. დედა შვილებს ვეღარ წაართმევ. სინდისი საერთოდ არ გაწუხებს, როცა იმ ქალს დედას ეძახი? მამაზე როგორ არ ფიქრობ? დედა ჩემი უდანაშაულოა. მას მამა არ მოუკლავს. წლები გვწამლავდი ამ ტყუილით, მაგრამ ახლა სიმართლე ვიცი. რაც არ უნდა გააკეთო, ხელს ვერ შემიშლი. შვილიშვილებს ვერ წამართმევ ჩინარ. მათ სიცოცხლის ფასად დავიცავ. Özledim seni. Geçer sanmıştım, aylar geçti, unutmadım seni. Gözyaşların hiç değmesin kurumuş toprağıma. Seni üzmek en son şeydir şu kısa hayatımda. Gözlerindeki o tebessümü görmek için ben yıllarca beklerim. Seni kalbime gizledim durdum. Senden asla vazgeçmedim. Hep bekledim durdum. Hep bekledim durdum. Hep bekledim durdum. დედა, რაც არ უნდა თქვენ ყურადღება არ მიაქციო. შენ არავინ მოგიკლავს. მართმა იცის, რომ უდანაშაულო ხარ. თავარი ეს არის. ვერ ხვდები ჩემ მიმართ ამ ხელა სიძულვილი რატომ ამოძრავებს. ვერ ვივიწყებ გუშინ რაც მითხრა. 20 წლის განმავლობაში ბრაზი საერთოდ არ განელებია, რაც უნდა ისქვას. რა მნიშვნელობა აქვს? შვილის გამო გული შესტკივა? უსამართლოდ თვითონ მოგექცა. გულქვა ადამიანი ყოფილა. Ah be abla. დაუხადია.
დედა ასიეს არც დედად მივაჩნივარ და არც ადამიანად. მის თვალში მკვლელი ვარ, რომელიც სიცოცხლეს არ იმსახურებს. რომ შეეძლოს სიცოცხლეს დაუფიქრებლად გამომასალმებდა. ადამიანის სიცოცხლეს გამოასალმო ასე მარტივი არ არის. რას იზამს შენი დედამთილი მას შემდეგ, რაც შენი შვილები დაგიჯერებენ? დედა. სეჰერ. შვილო. არ ინერვიულა. ერთ დღეს ყველაფერი მოგვარდება. ჩვენს გავიღიმებთ. როდი შვილო? ჩემი შვილები გულში როდის უნდა ჩავიკრა? მათი მონატრებით როდემდე უნდა ვიწოდე? დედა გპირდები. ესმა და ჩეთინი მალე გაიგებენ, რომ დედა ჩვენი ხარ. ჩემსავით დაიჯერებენ, რომ მამა შენ არ მოგიკლავს. 20 წელი გავუძელით ამ ტკივილს. ცოტა მეტი მოთმინება გჭირდება. დამიჯერე დედა. შვილო, ამდენ უბედურებას ქვაც ვერ გაუძლებდა. ღმერთო მოთმინება მომეცი. მომეცი ძალა, რომ ეს ტკივილი ავიტანო, რომ გავუძლო. რა მოხდება თუ ის ქალი მოულოდნელად გამოჩნდება? თქვენ წინაშე დადგება და პატიებას გთხოვთ. შეიძლება გული მოგილბეთ და წარსულის შეცდომები აპატიოთ. ბიძია. გისმენ ჩეთინ. წუხელბებია იმ ქალზე რატომ გველაპარაკა? არ ვიცი შვილო. ალბათ წარსული გაახსენდა. რაც ასაკი ემატება, მით უფრო მეც ფიქრობს განვლილ წლებზე. და ჩემი იმ ტკივილს ვერ ივიწყებს. ალბათ თქვენ მიმართ თანაგრძნობის გამოხატვა უნდოდა. იმ ქალის სახელის ხსენებაც კი არ მინდა ბიძია. სიბრაზე მიფხრობს. ობლები დაგტოვა. ამდენი წელი მშობლების გარეშე ვიზრდებოდით. კარგია რომ მოკვდა. თორემ ერთი წუთითაც არ დავფიქრდებოდი სიცოცხლეს ისე გამოვასალმებდი. სად წავიდა ეს დოკუმენტი? მაგაც არ არის. ესმამ ხომ არ შეინახა? სხვა ფაილში ხომ არ შეინახე? გამარჯობა. ბოდიშს გიხდით, ცოტა დამაგვიანდა. არა უშავს. ცუდად გამოიყურები. იმედია პრობლემა არ გაქვს. არა, უბრალოდ ვერ გამოვიცინე. მალე ლონდონში წახვალ, აღელვებული ხარ. შენს ადგილას რომ ვიყო, ალბათ მეც ვერ დავიძინებდი. ბატონი თარიქი მირეკავს. უთხარი რომ ყველაფერი რიგზეა. გისმენთ ბატონო თარიქ? დიახ. თქვენი საბუთები მზად არის, არ ინერვიულოთ. თქვენ რომ პრობლემა არ გაქვს, მაგრამ აშკარაა რომ ცუდ ხასიათზე ხარ. არა, არაფერია, მართლა, უბრალოდ გადავიღალე. გამარჯობა, ბატონო მერთან შეხვედრა მაქვს დანიშნული. მე ბეთუ იფექტში ვარ. გამარჯობა. მე ომერი ლმაზი ვარ. ტელეფონში მითხარით რომ თავისუფალი ხართ. მეც აქვე ახლოს ვიყავი და გადავწყვიტე მოვსულიყავი. კარგია რომ მოხვედით. ჩემს კაბინეტში შევიდეთ. დილამშვიდობისა დედა. დილამშვიდობისა ჩემო ძვირფასო. როგორ ხარ? კარგად ვარ დედა. შენ როგორ ხარ? მეც კარგად. დანარჩენები სად არიან? მამა და ჩეთინი კომპანიაში წავიდნენ. ესმაც სამსახურში გაიქცა. ბებია სად არის? ჯერ არ ამდგარა? არა დედა. ადგა და სადღაც წავიდა. ალბათ საქმე აქვს, არ ვიცი. ფიდან, სად ხარ გოგო? აქ ვარ ბიჭალა. დედა ასიე სად არის? თავის ოთახშია? არა, ადგა. სახლიდან ადრე გავიდა. მითხრა საქმე მაქვსო. ამდილა ადრიან რა საქმე აქვს? არ ვიცი ბიჭალა. არაფერი უთქვამს. მეც არ მიკითხავს. დაუფიდან, შეგიძლია ჩაი მომიტანო. საქმეში გავერთე და თქვენთვის ჩაის მოტანა დამავიწყდა. ახლავე. ამდილა ადრიან სად წავიდა ეს ქალი?
ვინიც ის რა ჩაიფიქრა. ალბათ ისევ ჩინართან მივა. დედა ასია რატომ არ ისვენებ? ჩინარი ვეღარ მოითმას და ყველაფერს გეტყვის. ქუდრეთის შესახებ სიმართლეს გაამხელს. მერე რამე შვილება. შვილს წამართმევენ. ქუდრეთს არ დავთმობ, არსად გავუშვებ. ჩემ შვილს ვერავინ წამართმევს, ვერავინ. ვერც ჩინარი და ვერც დედა ასია. გემრიელად მიირთვით. გმადლობ შვილო. კიდევ რამეს მიირთმევთ? არა. სად არის ეს ქალი? მომეცი შევინახავ. დედა, ჩვენ რაზე შევთანხმდით? მეგონა აღარ მოიწყენდი. ეს სათამაშოები შვილებისთვის უნდა დამებრუნებინა. 20 წელი გვერდიდან არ მომიშორებია. ამის წყალობით გავძელი ციხეში. მომეცი. ერთ-ერთმა მათგანმა უკვე იპოვა თავისი ადგილი. ესმას და ჩეთინის სათამაშოებსაც გამოუჩნდებათ პატრონი. შვილს ნუ აწყენინებ ჩინარ. მოვიჩმე შვილო. დედა. მარტო არასდროს დაგტოვებ. ყველაფერს ერთად გავუმკლავდებით. ჩემი წასვლის დროა, მეჩქარება. დემეთი მარტო ვერაფერს გააკეთებს. მე წამოვალდაო. იჯექი. დაისვენე. რამდენ ხანს გავაცდინო და ასე არ შეიძლება. ვერ გავიგე, მე ვარ უფროსი თუ შენ? თუ გეუბნები რომ არ მოხვიდე, ესე იგი არ უნდა მოხვიდე. გმადლობდაო. ღმერთმა დაგლოცოს. შენც ჩემო ძვირფასო. აბა, კარგად. იჯექი. გაცილება არ მჭირდება. უცხო ხომ არ ვარ. როგორც გითხარით, სხვა გამოსავალს ვეღარ ვხედავ. ყველაფერი დამთავრდა. სერდარს უნდა გავშორდე. დარწმუნებული ხართ, ქალბატონო ბეთულ? დარწმუნებული ვარ. ნეტავე ჭვიმეპარებოდეს, მაგრამ არა. არა. ქმარი ძალიან მიყვარს. მაგრამ ის იგივეს არ გრძნობს ჩემს მიმართ. აღარ ვუყვარ ვარ. არ ვიცი. შეიძლება თავიდანვე არ ვუყვარდი. შევეცოდე. შეგიძლიათ ამიხსნათ რა მოხდა? სერდარი ზუსტად 6 თვის წინ გავიცანი. იმ დროს სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს. ვმკურნალობდი. სერდარი ექიმია. იმ საავადმყოფოში მუშაობდა, სადაც ვმკურნალობდი. მთელი მკურნალობის განმავლობაში ჩემ გვერდით იყო. მარტო არასდროს მტოვებდა. მე კი შემიძლია ვთქვა, რომ სიმსივნე მისი წყალობით დავამარცხე. ციცოცხლის შენარჩუნებაში დამეხმარა. იმედი მომცა. მივხვდი, რომ ერთმანეთს ვერ დავშორდებოდით. ამიტომაც დავქორწინდით. მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა. სერდარმა ჩემ მიმართ ინტერესი დაკარგა. ამის მიზეზი რა არის? თავად მას არ კითხეთ? რა თქმა უნდა ვკითხე. მასთან დალაპარაკება ვცადე, მაგრამ ამაოდ. გასაგებია, მაგრამ თუ ნებას მომცემთ, ბატონ სერდარს დაველაპარაკები. თუ სამართლებრივი პროცესის დაწყებას ვაპირებთ, ჯერ მას უნდა ვაცნობოთ. მიხარია რომ მოკვდი და მიხარია რომ საერთოდ არ მახსოვხარ. ცოცხალი რომ იყო დარდით მოუკვდებოდი.
შენაირი დედიშვილად ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა. რა არის? რატომ დახია? ძველი ფოტოა, არაფერ შემჭირდებოდა. ამიტომაც დავხია. თქვენს მეუღლეს დაველაპარაკები. თუ რამე სიახლე მექნება, შეგატყობინებთ. არ მგონია რამე შეიცვალოს, მაგრამ მაინც გმადლობთ. ნახვამდის. მოიმზადე ესმა, გავდივართ. სად? მორგი ოჯახის გადასარჩენად. შრომა კარგია. ფიქრებს გონების დაკავების საშუალებას არ აძლევს. წავალ ქურთუქს ავიღებ და გავიდეთ. ისი ამოვნეთ. ეს თქვენი ბოლო თანამშრომლობა იქნება. როცა ესმა ლონდონში გაემგზავრება, ჩვენ შორის არანაირი დაბრკოლება აღარ იარსებებს ომერ. მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩებით. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşlı